მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ საგარეჯოში მცხოვრებ ხატია მთიულიშვილს, რომელიც მეუღლესთან ერთად ეზოს და სახლის ხელნაკეთ დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. ხატია ხაზი არის. მოგესალმებით ხატია, გესმით ჩვენი ხმა? მოგესალმებით, კი მესმის. დიდი მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ საუბარი, მოგვიყევით თქვენს შესახებ, საიდან ხართ, რა საკეთებთ, როდიდან დაიწყეთ ეს საქმიანობა და რა მოგცათ ბიძგი, რომ ამ მიმართულებით გაგეგრძელებინათ მუშაობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, დავიწყეთ 2022 წლის შემოდგომით. ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის ხელნაკეთი ნივთები, როგორც შიდა ინტერიერისთვის, ასევე გარე ინტერიერისთვის. ჩვენი სავიზიტო ბარათი, ასე რომ ვთქვათ, არის ჩიტის სახლები და ასევე რომელიც უკან ჩემ ფონზე არის წარმოდგენილი. ამასთან ერთად ვამზადებთ როგორც გასაღების საკიდებს, საათებს, სადღესასწაულო შეკვეთებს, ეზოს აბრებს ეგრეთ წოდებას. ანუ ძირითადად მორგებული ვართ ჩვენ მომხმარებელზე, ვიღებთ იმ შეკვეთას, რაც ჩვენს მომხმარებელს სურს. ასევე ვთავაზობთ ყოველთვიურად სიახლეებს და ვცდილობთ, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი მცირე ბიზნესი. გასაგებია, ძირითადად რასაც აკეთებთ, რითი არის გამორჩეული სხვა მსგავსი ნამუშევრებისგან, ამაზე რომ ვისაუბროთ და სად კეთდება, ანუ სახლში გაქვთ ხო ეს მოწყობილი სპეციალური, ასე ვთქვათ, სახელოსნო და სახლში კეთდება ეს ყველაფერი თქვენს მეუღლესთან ერთად. კი, ჩვენი მცირე ბიზნესი გვაქვს სახლში, პატარა სახელოსნო, სადაც აქტიურად ვართ ჩართული ოჯახის წევრები, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ორი არასრულწლოვანი შვილი. გამორჩეული რაც შეეხება ჩვენი ნივთები არის იმით, რომ საკმაოდ ხარისხიანია, მუშაობთ მაღალ ხარისხზე. ვცდილობთ, რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი და შევმატოთ უფრო მეტი ფერები გარემოს, რაც უფრო თვალში მოსახვედრია. ასევე გამორჩეული არის იმით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს მიწოდების სერვისი და არ არის შეზღუდული არც ერთი რეგიონი, ნებისმიერ რეგიონში ვაწვდით ჩვენიუც, რაც მთავარია შეღავათიან ფასებში. ასევე გამორჩეულია ჩვენი ნივთები იმით, რომ არ არის მაღალი ფასი წარმოდგენილი ბაზარზე. ვცდილობთ, რომ ჩვენი ნივთები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. გასაგებია და რაზე არის ძირითადად მოთხოვნა ჩიტის სახლებზე და თუ სხვა ნივთებზე, ასე ვთქვათ, ამაზეც ვისაუბროთ. დავამატეთ ეზოს აბრები, რომელიც წარმოდგენილია ჩემს უკან კადრში თუ ჩანს. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ეზოს აბრებს, იმიტომ რომ საქართველოში არავინ არ ამზადებს მსგავსი ტიპის ნაწარმს. ამიტომ წელს ყველაზე აქტუალური მოთხოვნა არის ეზოს აბრებზე, მაგრამ ჩიტის სახლები, რა თქმა უნდა, პირველ ადგილს არ კარგავს. გასაგებია, რა გამოწვევები გაქვთ ამ კუთხით და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს, ან რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ხელნაკეთი ნივთი დაამზადოთ და გაყიდოთ? ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის საქართველოში ბაზარი, სადაც უნდა მოხდეს რეალიზაცია ჩვენი ნაკეთობების. ძირითადად ჩვენი ნაკეთობები იყიდება Facebook გვერდით და ასევე წარმოდგენილი გვაქვს რამოდენიმე სამშენებლო მაღაზიაში, სადაც აქტიურად ვყიდით ჩვენ პროდუქტს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვთვლი, რომ ჩვენთვის მეწარმეებისთვის ეს არის ხშირი გამოფენები, სადაც შევძლებთ ჩვენი პროდუქციის გატანას, უფრო გავაცნობთ ფართო საზოგადოებას, რაც ამას უფრო მოკლებული ვართ. კი არის საქართველოში გამოფენები, მაგრამ ეს არის კერძო პირების მიერ გაკეთებული გამოფენები, სადღაც უფრო გვიჯდება თანხა. უნდა იყოს განსახდელი თანხა. უფრო მეტი ჩართულობა რა იყოს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენთვის, რომ მივიღოთ მონაწილეობა უფასო გამოფენებში, რა თქმა უნდა, მეწარმეებისთვის უფრო ხელშეწყობი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. სამომავლოდ რას გეგმავთ ამ მიმართულებით, ამაზე რომ ვისაუბროთ? სამომავლოდ გვინდა რომ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რა თქმა უნდა, და გვინდა რომ დასაქმებული გვყავდეს წარმოდგენილი. ნახოთ როგორ განვითარდება ბაზარი საქართველოში, რამდენად იქნება რეალიზაცია, უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა რომ გაიზარდოს და უფრო მეტი დასაქმებული გვყავდეს, ვიდრე ჩვენ ოჯახის წევრები. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ და არა მარტო ამაზე ვიყოთ გადართული, არამედ სხვა პროდუქტით დავამატოთ. ნახოთ, ჯერ ვფიქრობთ, ფიქრის პროცესში ვარ. გვინდა რომ გავაკეთოთ სათამაშოები, ბავშვის სათამაშოები, რაც აქტუალურია და მოთხოვნადია ეკოლოგიურად სუფთა ბავშვის სათამაშოები.
გასაგები, მაგალითად ჩიტის სახლებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ მოთხოვნა ჩიტის სახლებზე არის ძირითადად უფრო მეტი, რომ ვისაუბროთ ან დამზადებიდან, დაწყებიდან დამზადებამდე, რა ეტაპებს გადის ეს რომ ვთქვათ და დიზაინი, ასე ვთქვათ, მოხატული არის როგორც ვიცით და ვისი დიზაინით იხატება ეს სახლები? ჩიტის სახლები გვაქვს ორი ტიპის. ეს არის ხელით ნახატი ჩიტის სახლები და არის დაპრინტული, ეგრეთ წოდებული, რომელიც სპეციალური პრინტერის მეშვეობით ხდება ნახატის გადატანა. რაც შეეხება პროცესს, ორი ადამიანი ვასრულებთ ჩიტის სახლის აწყობაში როლს. პირველ რიგში იწყობა, მუშავდება სახელოსნოში, დამუშავების შემდეგ გამოდის ჩემთან უკვე ნივთი, დიზაინს ვქმნი მე, ნახატებს მე თვითონ ვარჩევ, ვაწყობ, გადამაქვს ეს ნახატები, რა თქმა უნდა, ფერებსაც მე თვითონ ვიღებ და შემდეგ უკვე ვდებ Facebook გვერდზე და ვაკვირდები, რომელი ნახატი უფრო მოსწონს მომხმარებელს. ამის შემდეგ ირჩევა ეს ნახატები, რომელიც უფრო მოწონებადია და ვუშვებთ უკვე რეალიზაციაში. რაც შეეხება კონკურენციას ბაზარზე, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც დაიწყო ჩვენსავით ჩიტის სახლების წარმოება. ეს რა თქმა უნდა ბიზნესისთვის კარგია, რაც უფრო კონკურენტულია ბაზარი, მით უკეთესია. ვიცი რომ კახეთში დაიწყეს კიდევ წარმოება ჩიტის სახლების და ძალიან ლამაზ მოდელებს ამზადებენ. ასევე ხაშურში წარმოებს დიდი რაოდენობით ჩიტის სახლები. ამიტომ ვცდილობთ, რომ კახეთი არ ჩამოვრჩეთ ხაშურის რეგიონს და ჩვენც გავამრავალფეროვნოთ ჩვენი კუთხე. მოხარული ვარ იმითაც, რომ ძალიან ბევრი რეგიონი კახეთის მხარეს დაინტერესდა ამ პროდუქციით. ძირითადად ჩვენი მომხმარებელი იყო გათვლილი თბილისის რეგიონზე და დასავლეთზე, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი გაყიდვები წამოიღო კახეთის რეგიონმა, რაც ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად აქეთ მოთხოვნა მაინც ყურძენი დახვინოა. ამიტომ ჩვენ ხელნაკეთი ნივთებით დავიწყეთ კახეთის რეგიონზე მუშაობა და გავალამაზეთ კახეთის რეგიონი. ასევე ვენახებისთვის ძალიან დიდი მოთხოვნადია ჩვენი აბრები, სადაც ვაწერთ ვისი ვენახია და ძალიან ლამაზი გამოდის ეს ყველაფერი და მიხარია, რომ ჩვენი პროდუქციით უფრო ვალამაზებთ გარემოს და უფრო სასიამოვნო ხდება იმ ადგილებში გავლა, სადაც ჩვენი წარმოებული პროდუქცია არის წარმოდგენილი. ასე რომ მინდა ვისურვო, რომ კახეთში უფრო მეტმა დაიწყოს ამ პროდუქტზე მუშაობა, რადგან ხელნაკეთი ნივთები ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ. ქმნი, აწარმოებ და შემდეგ უყურებ, როგორი ლამაზია შენი ხელით წარმოებული პროდუქცია შენს გარემოში. ჩიტის სახლები არ არის, ასე რომ ვთქვათ, მთელი წლის გაყიდვადი პროდუქტი. ჩიტის სახლების გაყიდვა ძირითადად იწყება გაზაფხულზე და მთავრდება სადღაც სექტემბერი-ოქტომბერში, ანუ იმ პერიოდში, სადაც უკვე ასრულებენ ეზოების მოვლას და გალამაზებას. თუმცა ჩვენ არ ვართ ამაზე დამოკიდებული, რომ მხოლოდ ჩიტის სახლები ვაწარმოოთ. ვცდილობთ, რომ ყოველ სეზონზე შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს ისეთი პროდუქტი, რომ აქტუალური იყოს ჩვენი ნაწარმი ყოველ სეზონზე. მაგალითად, თუ ვთქვათ, შემოდგომით მთავრდება ჩიტის სახლების გაყიდვა, ვიწყებთ უკვე საახალწლო აქსესუარებზე მუშაობას. ასევე ვიწყებთ შიდა ინტერიერის გალამაზებას. ამიტომ არ ვთვლი, რომ ჩვენი პროდუქტი არის მხოლოდ სეზონური, არამედ მთელ წელზე გვაქვს გათვლილი ჩვენი პროდუქტი. რაც შეეხება გამოწვევებს და პრობლემებს, ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი პრობლემა არის ის, რომ არ გვაქვს ხელშეწყობა, მცირე ბიზნესს, არ არის პროექტები, სადაც მივიღებთ მონაწილეობას და შევძლებთ, რომ განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენ ბიზნესს. დანადგარები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არც ისეთი ხელმისაწვდომია, საკმაოდ დიდ თანხებზია საუბარი და ვისურვებდი, რომ მეტი ჩართულობა იყოს, რომ მოხდეს თუნდაც ნაწილობრივ ჩვენი დაფინანსება, რომ შევძლოთ იმ დანადგარების შეძენა, რაც უფრო გაგვიადვილებს წარმოებას და უფრო მოკლე დროში შევქმნით უფრო ბევრ პროდუქტს. ეხლა ძირითადად სადღაც 70% მუშაობთ ხელით, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. დანადგარები, რომელიც საჭიროა ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, უფრო გაგვიადვილებს და მეტი შესაძლებლობას მოგცევს. ამიტომ ვისურვებდი, რომ მეტი ჩართულობა იყოს მცირე ბიზნესისთვის, რომ შევძლოთ განვითარება და არ ვიყოთ მცირე ბიზნესი და ვიყოთ უფრო დიდი ბიზნესი.
რამდენად მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა აქტივობებში და გამოფენებში მონაწილეობის მიღება როგორც რეგიონში, მუნიციპალიტეტში, ისე თბილისში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცნობადობისთვის? გამოფენები ერთ-ერთ დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ გაგვიცნოს მომხმარებელმა. როდესაც გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, ეს ჩვენთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან უფრო ახლოს კონტაქტი გვაქვს ჩვენ მომხმარებელთან, უფრო ახლოდან რეალურად ხედავენ, რას ვქმნით. კი, გვაქვს ჩვენ გვერდზე განთავსებული ჩვენი პროდუქტი, მაგრამ როდესაც მომხმარებელი ხელით ეხება პროდუქტს, ნახულობს თუ როგორი დამუშავებულია, როგორი ხარისხიანია, ეს ყველაზე დიდ როლს ასრულებს გაკეთვებში. ამიტომ, როდესაც გამოფენა უფრო მეტი სიხშირით არის გაკეთებული მეწარმისთვის, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის უფრო დიდი შანსია იმის, რომ გაიზარდოს გაყიდვები. ამიტომ მინდა რომ იყოს უფრო მეტი გამოფენა, თუნდაც ჩართული იყოს სახელმწიფო ამ ყველაფერში, რომ მივიღოთ გამოფენებში მონაწილეობა არა ფულით, არამედ თანხის გარეშე, რომ თუ შეიძლება არ გაიყიდოს პროდუქცია გამოფენაზე, მაგრამ გაგვიცნოს ხალხმა, ნახოს როგორ პროდუქტს ვქმნით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს უფრო მეტი გამოფენა არა მარტო რეგიონში, თუნდაც თბილისში. გასაგებია, რამეს თუ არ დაამატებთ, დაგემშვიდობებით. მადლობა პირველ რიგში თქვენ, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული მეწარმეებისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ და რა ვიცი, წარმატება მინდა ვუსურვო ყველა მეწარმეს საქართველოში და ვუსურვებდი ყველას, რომ უფრო მეტი რეალიზაცია იყოს, ვიდრე დღეს არის. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, ნახვამდის. დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით საგარეჯოში მცხოვრებ ოჯახზე, რომლებიც ჩიტის სახლებს, ეზოს დეკორაციებს და სახლის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. მე კი ამ დროისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.